დავიწყოთ აი ამ საკადრო ცვლილებებით, რაც განხორციელდა მოულოდნელად. კობახიძეს ესე რომ ვთქვათ, დაუთმო, დაუგრძელა საბელი, რასაც საფუძველი შექმნეს იმისათვის, რომ საბოლოო ჩააბეტონონ აი ეს კაცრი ავტორიტარიზმი, ხო? ეს პროცესი ძალიან მძიმე პროცესი იქნება. კობახიძის მოსვლა ეს რას ნიშნავს, რომ რუსეთი მოვიდა პირდაპირ, ხო? პირდაპირ მოვიდა. ამიტომ მოგენატრებად ბიძინას სცენარი არსებობს და ბიძინამ ეს იცის. კობახიძემ არ იცის. შეიძლება ეხლა გაიგოს ამ გადაცემიდან. თქვით რომ საზოგადოება შეუძლია ხო გააჩეროს. პროტესტია ქუჩაში, მაგრამ ვერა. კომპონენტები აკლია. რა აი თქვენ გინახავთ არმია სარდლის გარეშე რომ იმოეგოს პოლიტიკურ კომენტატორებად იქცენ პარტიები. აი რომელი პარტიის ლიდერი გამოვა დღეს რუსთაველზე, დაიძახებს და მის დაძახილზე 500 კაცი მაინც გამოვა. არსებობს ეს. ვეჯავრებდი ამ პოლიტიკოსებს მე. არჩენ არ უყვარხარ რომ იცოდე ესე მაინც. ეჭვია. არ გამოჩნდა არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც შევიდოდა. გამიდავდა და წულუკიანს დაელაბარაკა. და აი წულუკიანს თვალებს ჩახედავდა და ყველაფერს ეთყოდა, რასაც იმსახურა. ბიძე ამბობს რომ მე უკან არაფერზე არ დავიხევ. არც ამერიკა დამახევინებს, ვერც ევროკავშირი ვერა. ეს ხო იმიტაციებია რეალ. რატო ჯერჯერობით არ იხევს? ქუჩის პროტესტის ფონზე ალაპარაკდნენ ვიღაცები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ამაზეც კი ვერ შეთანხმდნენ. ეს არის შემოგდებული თემა ხელისუფლების შემო რომ ისევ რაღაცა გაუგებრობები შემოიტანოს. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალაკი. ხელისუფლებაში ამ კვირაში მოულოდნელად საკადრო გადაადგილებები დაიწყო. პოსტიდან მოხსნეს სუსის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, რომელიც უშუალოდ ივანიშვილის კადრი იყო. და მის ადგილზე კობახიძის კადრი ანრი ოხანაშვილი დანიშნეს. ლილუაშვილისთვის კი მთავრობაში სპეციალური სამინისტრო შექმნეს. თუმცა მეორე დღეს გაირკვა, რომ არც ამ პოსტზე დაინიშნება ბატონი ლილუაშვილი. ფაქტობრივად არ დანიშნული კაცი მოხსნეს. ამავე დროს დაიწყო საკადრო გადაადგილებები აჭარის ხელმძღვანელობაში. ოპოზიციაში და პოლიტიკაში ახლა მთავარი კითხვა რა თამაშს თამაშობს ივანიშვილი. პარალელურად კი ოპოზიციაში სრული სტაგნაცია, ფაქტობრივად არაფერი ხდება. ერთადერთი თემა, რაზეც დღეს ოპოზიციაში მსჯელობენ და დაობენ, ისა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. რა პერსპექტივა აქვს საქართველოში პროტესტს და რას აპირებს ივანიშვილი? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს. მოგესალმებით ბატონია. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და საუბრობთ იმდენად მოვლენებზე ბუნებრივია და დავიწყოთ აი ამ საკადრო ცვლილებებით, რაც განხორციელდა მოულოდნელად. ფრიად ხო რაღაც სუსის უფროსი ჯერ გადაიყვანეს მთავრობის წევრი უნდა გამხდარიყო, სამინისტრო შეუქმნეს სპეციალურად და მე არ დანიშნული კაცი მოხსნეს ფაქტობრივად. გითხრეს რომ არა აღარ დანიშნოთ, ვიღაც სხვა დანიშნეს, იქ აჭარის ხელმძღვანელი მოხსნეს რიჟვაძე, რომელიც ამდენი წელი იყო და მეც გავუშვა კითხვა რა ხდება. გაჩა რაღაც ვერსიები, რომ არჩევნებისთვის ხوار ემზადება ივანიშვილი, თავად ხوار აპირებს რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და ასე შემდეგ. ხო, ბოლოდან დავიწყებ, რასაც ქვია, ხო? მე არ მგონია და არ მაქვს ეს ილუზია, რომ ხელისუფლება ემზადებოდეს არჩევნებისთვის, ან გეგმავდეს რაღაც რიგარეში არჩევნებს, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ მათი მთავარი ფასეულობა არის ძალაუფლება და ძალაუფლებით კმობა ყოველი დღე ძვირფასია ამ მხრივ და ეხა რიგარეში არჩევნებს და ესეთ ექსპერიმენტებს თუ იძულებული არ გახადა საზოგადოება. იცით როგორი მოსაზრება წავიკითხე, რომ მას უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ეს გააუქმოს ჩანაწერი ნატოზე და ევროკავშირზე და ამიტომ ეხა ადგება ოპოზიციას აკრძალავს, მერე დანიშნავს ადამდელ არჩევნებს და გაიფორმებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და ამოიღებს მერე კონსტიტუციიდან იმუხლებს ევროკავშირზე. ეხა ეგ სცენარი, რაზეც ვსაუბრობთ, ხო, აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ ლეგიტიმურობას. აქედან გამომდინარე ეგ სცენარი ნიშნავს ავტორიტარიზმის გაფორმებას, სადაც კონსტიტუცია საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. მაშინ პირდაპირ შეუძლია პარლამენტი გააუქმოს, ყველაფერი გააუქმოს და თქვას, რომ ესე იქნება და მორჩა, ხო? ასე რომ მე ეგეთ სცენარებს არ განვიხილავდი, ხა ვერაფერს ვერ გამორიცხავ, რა თქმა უნდა, ხო, იმდენი სიგიჟე გვინახავს ამ ქვეყანაში. თეორიულად გამორიცხული. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც მოკლებულია ლოგიკას. რიგარეში არჩევნები, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი წნეხიში ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან აიძულებს ივანიშვილს რომ დანიშნოს ეს არჩევნები. რატო ვამბობთ ჩვენ ივანიშვილს დღემდე, ხო? თითქოს აი ამ საკადრო გადაადგილებებით რაღაც ესეთი ილუზია იქმნება, რომ
კობახიძე ძლიერდება, ანუ კობახიძის გუნდის ძალოვანებში სულ მისი პირადი კადრები იყო, ხო, ჩვენს მაყურებელს რომ შევახსენოთ, ხა ყოველთვის ქართუდან და რაღაც თავისი დაცვიდან და ხა გომელაური დაცვის უფროსი იყო, ის თავისი ლილვაშვილი იყო, თავის რაღაც ერთ-ერთი ელიტა ბურჯის დირექტორი, ხო, თუ რაღაც. კი ბატონო. ანუ თავის კომპანიებიდან და ესე ყავდა სუსის და შსს-ში ხალხი მოყვანილი ყოველთვის. ხო. ეხლა აღმოჩნდა რომ ანრი ხანაშვილი კობახიძის კადრი დაინიშნა იქ. ეხლა მინისტრადაც ის ლილვაშვილი აღარა კობახიძემ თქვა რომ ვერ შევთანხმდი, ანუ ესე გამოვიდა რომ ივანიშვილის კადრს უთხრა რომ წადი და მინისტრადაც აღარ დაგნიშნავდა. რა ხდება? ხო, ну აი ზუსტად ეს არის საინტერესო, ხო? ეხლა პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის ისეთი წარმოდგენა, რომ ივანიშვილის გარდა ამ საჭადრაკო დაფაზე, ხო, სახელმწიფო საჭადრაკო დაფაზე კიდევ ვინმე მოთამაშეა, ესე არ ხდება, ბუნებრივია. სისტემა მთლიანად აგებულია ივანიშვილის უძლეველობის მითოლოგიაზე, ხო, და მისი აი მხარდამჭერები, ელექტორატი იქნება თუ ასე შემდეგ, ყველა ორიენტირებულია ბიძინა ივანიშვილს. აქედან გამომდინარე კობახიძეს გადააბაროს რაღაცეები. აი ხა ზუსტად მივალ აქამდე, ხო. და შესაბამისად იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი, ესე რომ ბიძინა ივანიშვილს ვიღაცამ ძალაუფლება ჩამოართვას, ხო, და გადაიბაროს, ეს უბრალოდ გამორიცხულია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ყველას კარგად ესმის, რომ სისტემა დაკარგავს სტაბილურობას და დაიწყება გარკვეული შეუქცევადი პროცესი, რომელიც დამთავრდება სრული კრახით. თუმცა ბიძინა ივანიშვილს თვითონ აქვს ეს ილუზია, რომ შეუძლია იმიტაცია, აი იმიტირება გარკვეულწილად ამ პასუხისმგებლობის გადაბარების, ხო? მისთვის აი თუ გახსოვთ, ყველაზე კომფორტული რა მდგომარეობა იყო, როდესაც ის არ იყო საერთოდ ინსტიტუციონალიზებული, ეხა რაღაც საპატიო თავმჯდომარე მაინც არის, მაგრამ იყო პერიოდი, რომ ეს ძარიყო, ხო? და ეს იყო მისთვის აბსოლუტური კომფორტი, რომ თვითონ იღებდა ყველა გადაწყვეტილებას, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, მაგრამ ის თვლიდა, ესე ფიქრობდა, რომ პასუხისმგებლობას კიდევდა სხვებს, ანუ სხვებს ახოცავდა ხელს, ხო? სინამდვილეში ესე არ იყო, იმიტომ რომ აბსოლუტური აღქმა იყო საზოგადოებაში, რომ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილი იყო პასუხისმგებელი. დღეს ის უკვე ქმნის აი ესეთი მატერიალური ფაქტების შექმნის ესე რომ ვთქვათ პროცესი დაიწყო, როდესაც აი მე ვაბარებ რა ძალაუფლებას მთლიანად და კობახიძეს ესე რომ ვთქვათ დაუგრძელა საბელი, რასაც ქვია. დაუგრძელა საბელი რამდენიმე მიზნით. ერთი მიზანი არის ის, რომ ისევ ჩრდილში გადავიდეს, დაიმალოს, ამით მიიღოს გარკვეული მანევრი, აი იმ ძალიან რთული პერიოდის წინ. ჩვენ ეხა აი დღევანდელი მოცემულობა უნდა ვიცოდეთ რაში მდგომარეობს, ხო? ეხა ჩვენ კი ხედავთ, რომ ქვეყანა მიდის ეს ავტორიტარული რეჟიმის, ესე რომ ვთქვათ, ფორმირების, საბოლოოდ ფორმირებისკენ, ხო? დღეს მდგომარეობის ეს პროცესი არ არის დასრულებული, თუმცა გარკვეულწილად საკანონმდებლო ადმინისტრაციული და სხვა ტიპის საფუძვლები შექმნეს. აი ბოლო კანონები რაც მიიღეს, ანუ საფუძველი შექმნეს იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩააბეტონონ აი ეს კაცრი ავტორიტარიზმი, ხო? ეს პროცესი ძალიან მძიმე პროცესი იქნება. უკავშირდება უფრო სერიოზულ სისტემურ რეპრესიებს უკვე, ხო? თუ აქამდე რეპრესიები მიდიოდა, მაგრამ აი ესე რომ ვთქვათ, ტესტირების ხასიათს ატარებდა უფრო, ხო? ეხა უკვე აი სისტემატიზაცია უნდათ რეპრესიების, იმისათვის, რომ საბოლოოდ შერეკონ ყველანაირი განსხვავებული აზრი სამზარეულოებში, მინიმუმ, ხო? შერეკონ სამზარეულოებში და დაამკვიდრონ აი ეს ერთპარტიული სისტემა. ეს არის ამოცანა. ეს არის საკმაოდ მოლიპული და სარისკო გზა. ბიძინა ივანიშვილს შევივრათ ესმის, ხო? და შესაბამისად მისთვის კომფორტულია, რომ ეხლა პასუხისმგებლობა შექმნას ფაქტები, რომ არა, ძმა, მე არაფერ შუაში არ ვარ. აი ესენი აკეთებს. დაიჯერეს. არა. მეგონი საზღვარგარეთაც აღარავინ დაიჯერეს. ეს გასაგებია, ხო, არც აქამდე არ ჯეროდათ, მაგრამ ჯიუტად ხო ამბობდა, რომ მე რა შუაში ვარ, მე რატომ ეკითხებით, ხო? მაგრამ ეხა ფაქტებს ქმნის უკვე, მე ორი მიზეზი გითხარით. ერთი მიზეზია, რომ ის ქმნის ფაქტებს, რომ აი ძმაო, ეგერ აი ამათ აბარიათ ქვეყანა და მე თავი გამანებეთ და ამით მანევრს იტოვებს, ხო? რეალურად
ბუნებრივია სისტემა, რადგან მასზე აგებული, მას მშვენივრად ესმის, რომ ეს ხალხი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რატომ არ წარმოადგენს? იმიტომ რომ ამბიცია რომც გაუჩნდეთ, ხო, რადგან აი ეს ყველაფერი, ესე რომ ვთქვათ, მისი აი ეს მითოლოგიის ქვეშ არის, ხო, ნებისმიერ დროს შეუძლია დააცუროს ისინი. სხვა სახით, ხო, ელემენტარულად პარლამენტში უმრავლესობა მისია, ყველას კარგად ესმის და ნებისმიერ მომენტში შეუძლია კობახიძე დააცუროს. თუმცა ის აი ესე ითulis, თუ კობახიძე აი ამ ესე რომ ვთქვათ, რეპრესიების პირობებში ვერ მიაღწევს წარმატებას, მაშინ ის გარკვეულწილად დისტანცირებული იქნება პროცესიდან და მანევრის საშუალება რჩება იმისათვის, რომ ან გამოვიდეს და თქვას, ესენი საერთოდ რას აკეთებენ და თვითონ შექმნას ოპოზიცია, პირობითად ოპოზიციური აზრი, ან უბრალოდ წაართვას ძალაუფლება, დაიბრუნოს ძალაუფლება და გაათამაშოს სცენა მოგენატრებად ბიძინა, ხო? მოგენატრებად ბიძინა. და სხვა შორის გუშინ აი ოპოზიციურ და განწყობილ ადამიანებშიც გარკვეული შიშები გაჩნდა. და ისიც რას მეკითხებოდნენ, ეხლა მე გვარებს არ დავასახელებ, ყველას იცნობთ თქვენ რა, მეკითხებოდნენ რომ ბიჭო რა ეხლა რა გვეშველება? ანუ ბიძინა ნაკლები უბედურება იყო და ეს მთლად სოციოპატია და ეს რა დღეს ჩაკვრის. ანუ ბიძინა კობახიძეზე უკეთესია თემაა და ბიძინა შემოbrunება შეიძლება ჩვენც კი მივესალმოთ, რომ ისეთები იქნას კობახიძე. ისეთები იქნას კობახიძე. ანუ ეს არის ბიძინას გათვლა. ეს არის ერთი მიზეზი, მაგრამ არის კიდე მეორე მიზეზი. აი აპარატული მიზეზი. კობახიძე მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სოციოპატია, ის საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია, აი განსაკუთრებით თავების მარხვის საქმეში. აი როდესაც მას რამეზე უყენებენ პრეტენზიას, რომ აი რაღაც შეცდომების მეტი რა არის, ხო? რომ აი ეს რატომ მოხდა, ის რატომ მოხდა. ის ყოველთვის იშვერდა ხელს, რომ მე რა ვქნა ეგერ, აი ლილუაშვილის თემაა, ხო? ანუ ის იშვერდა ხელს ისო ბიძინას კადრებისკენ. ანუ კონტექსტში მოიაზრებოდა, რომ ის არაფერზე პასუხისგებლობას არ იღებდა შიგნითაც. საზოგადოებასთან რო არ იყო პასუხისგებელი ეს ერთია, მაგრამ შიგნითაც ხო, აი დაუშვათ იგივე ბაჩიაშვილის გაქცევა, ხო? ნუ ეხა კობახიძეს რანაირად წაუყენებ პრეტენზიას, როდესაც ლილუაშვილი პირდაპირ ბიძინასთან არის, ხო? დაუშვათ და ამიტომ ლილუაშვილის და ყველაფერზე ესე იყო. ბაჩიაშვილის, როგორ ფიქრობთ, ბაჩიაშვილის გაქცევას გადაყვა ლილუაშვილი? ხო, ნუ ეხა ეს არის ყველაზე ბანალური სცენარი, თქვენ რა ასამოთ, ხო? მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკა მაინც არის აი ჭადრაკის თემა, ხო? აი საჭადრაკო მრავალსვლიანი კომბინაცია, რაც ბიძინას მაინც და მაინც კი არ უყვარს, მაგრამ შეუძლია. ის ძალიან კარგი ტაქტიკოსია. ის არ არის კარგი სტრატეგი, მაგრამ ძალიან კარგი ტაქტიკოსია და აი ესე ტაქტიკურ თამაშებში საკმაოდ ძლიერია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეხა მაქსიმალურად ტენის პასუხისმგებლობას ყველაფერზე კობახიძეს და ამზადებს მას ან ჩასარეცხად, ხო? ან თუ ის წარმატებული იქნება, საბოლოო ბენეფიციარი მაინც ბიძინაა ყველა შემთხვევაში. და ეხა პიკზე წასული პრემიერი, აი თავის კარიერის პიკზე რამდენი გვინახავს, ღარიბაშვილს გაგახსენებთ და ერთ დღეს რო გამოვიდა და იბერიის გაფრთხილების გეგმა რო გამოაცხადა, 3 დღის შემდეგ ყურებ ჩამოყრილმა გადავდექიო, ხო? და კობახიძის თემაც არ დგას ამდენად. ეხა ილუზია კი იქნება, რომ კობახიძე რაღაც ისა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ესეთი შავი კობახიძემ ყველაზე მეტად გაუმართლა პრემიერებიდან. ჩვენ უნდა გვესმოდეს მარტივ კი, მაგრამ ბიძინასთვის ეს ორლესული მახვილია, ხო? ორლესული მახვილია იმდენად, რამდენადაც რაც უფრო ბიძინა არ უყვარს, როდესაც ვიღაცას ძალაუფლება მიაქვს, მაინც და მაინც. ხო, ის მუდმივად კონტროლში უნდა ყავდეს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ კობახიძე ყველა შემთხვევაში განწირულია. ეხა აი ამ პროცესში ის წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, ხო, ბიძინასთვის არც ერთი არ იქნება კომფორტული. ერთ შემთხვევაში ის მშველელად მოევლინება საზოგადოებას, რომ კობახიძისგან გადაგვარჩინოს, ხო, კობახიძის რეპრესიებისგან, ესე რომ ვთქვათ. და მეორე შემთხვევაში, ნუ პიკზე გაუშვებს და მე ის იტყვის, რომ აი მე ყველაფერი გავაკეთე ამ ქვეყნისთვის, რაც შემეძლო და რაღაც ესე ტექსტით, მორიგი ტექსტით გაუშვებს, ხო?
ასე რომ მე ვფიქრობ ეს არის მინარამებიც მაგის გაგრძელება ალბათ ხო ყველაფერი ეს არის სისტემური ღარიბაშვილის კადრი და ეს არის სისტემური პროცესი ბიზნესის დამახასიათებელია საბელის დაგრძელება ანუ თვითონ კობახიძესაც ეხა ილუზიას უქმნის რომ რაღაც დამოუკიდებელია ეს შეთანხმებით კი არ ხდება ის უქმნის აი მოდი შენი კადრები ხო ამით იმ პრობლემას მე არ გამოურიცხავ რომ გომელაურიც ეხა დღესვე რო გადამდგარიყო ნუ ეს ძალიან სკანდალური იქნებოდა რაღაც პერიოდის შემდეგ გომელაურიც წავიდეს თანამდებობიდან რითაც ფაქტობრივად მთელ ტვირთს ძალაუფლებისას აკიდებს კობახიძეს თან ისე რომ რეალური ძალაუფლება ისევ თვითონ ეჭირება ხელში ხო მაგრამ ჩვენ ვიტყვით რომ აი იმის კადრები ყველა წავიდა ბიძინა უკვე რაშუაშია და უკვე აქცენტები გადავა კობახიძეზე და თუ კობახიძის საბოლოო დემონიზაცია მოხდა საზოგადოების თვალში ბიძინა მოგევლინება მშველებად აი ეს მოგენატრებად მამათი ძალიან მომწონს გამოთქმა და მის ამის რიმეიქები ეჭვი მეპარება რომ ახლა ვინმე მეგჭამოს ასე ვთქვათ რა დღეს საქართველოში იმიტომ რომ ამდენი წელი ახლა ყველა მეცი ეხლა დიდი ბოდიში ქვეყანაში სადაც deep states და ომის პარტიას ჭამენ მე რა ეხლა შენ რას მეუბნები რომ ვინმე მეგჭამოს თუ შენი თავი გაქვს ხეთელობაში შენ არ ჭამ კი ბატონო არც მე არ ჭამ ხო ოპოზიციურად განწყობილ ხარ ეს ჩვენი ხალხი ხო ხედავ ეგერ სკინტლზე გაზრდილი ძროხის რძეს სვავს თურმე წლების განმავლობაში ხო და სკანდალი რო გასკდა ამის შემდეგაც აგრძელებენ იმის მას და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ახლა შენ ძალიან მიამიტი თუ გონია რომ არა ანუ აქეთ ხარ შენი რა ჭამენ ხო ვინც ისედაც ბიზნეს მოწინააღმდეგე ისინი ამას არ დაიჯერებენ ხო ბიზნეს მომხრე ისინი კი არიან დაიჯერებენ მოწინააღმდეგეების დაიჯერებენ მე გითხარი უკვე გუშინ ძალიან სერიოზულმა აი ოპოზიციონერებმა მითხრეს რომ იქნებ რაღაცნაირად ბიძინა არ გაიწიოს გვერდზე იმიტომ რომ ამ პერსპექტივის ბევრად უფრო მეტად ეშინიათ კობახიძის ძალაუფლებაში მოსვლის ბევრად უფრო მეტად ეშინიათ და მართლა ესეც არის სადამდე შეიძლება ეს ავტორიტარიზმი იმიტომ რომ კობახიძის მოსვლა ეს რას ნიშნავს რომ რუსეთი მოვიდა პირდაპირ ხო პირდაპირ მოვიდა ბიძინა კიდე რუსეთთან რაღაც გარკვეული ბალანსი და მუხრუჭი მაინც აქვს მიუხედავად იმისა რომ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს და ამას თავისი არაფერი არ აქვს და პირდაპირ უნდა ჩაბარდეს კრემლს სხვა რესურსი აქვს აი რაზე უნდა დადგეს სხვა კობახიძე ნეგატიური რეიტინგი ხო ანუ ნეგატიური რეიტინგი აქვს ხალხში მათ შორის ოცნების ხარდამჭერებშიც არანაირი ავტორიტეტი არ აქვს არც ერთი ინსტიტუტი დარწმუნებული ვარ მას პატივს არ ცემს ხო და მის არაჯანსაღ ბუნებაზე ლაპარაკობენ ყველგან სახელმწიფო ინსტიტუტებში აქედან გამომდინარე ერთადერთი რა რჩება რუსის ტანკი ხო და ამიტომ აი ოპოზიციურად განწყობილებს ამის ეშინიათ რომ კობახიძე თუ იქნა მაშინ პირდაპირ რუსის ტანკზე უნდა დადგეს და ეს ეხლა არავის არ უნდა ბუნებრივია ესე ბიძინას ეს თამაშები ურჩევნია ხო ამიტომ მოგენატრებად ბიძინას სცენარი არსებობს და ბიძინამ ეს იცის კობახიძე მარიცის შეიძლება ეხლა გაიგოს ამ გადაცემიდან კი ბატონო მაგრამ საბოლოო ჯამში საით შეიძლება მაინც ავტორიტარიზმი სადამდე წავიდეს ჭანჭიკების მოჭერის საქმეში ხელისუფლება ავტორიტარიზმი რა ტიპის ანუ აი ეს რაც გამოგგვიცხადეს ხო მაგალითად ხო მედიის კანონი მიიღეს ოპოზიციასთან დაკავშირებით ნაცებს კოლექტიურ ნაცებს აკრძალავთო და მე ჩვენ გადავწყვეტ ვინ არიან ეს კოლექტიური ნაცები ანუ აქამდე ყველაფერზე მივლენ ანუ მედიას დახურავენ ოპოზიციას აკრძალავენ ესეთი ძალიან მარტივად არის საქმე ხო მარტივად არის საქმე საერთოდ ავტორიტარიზმს ახასიათებს ეგრეთ წოდებული ბულემია ხო ანუ ავტორიტარიზმი ძალაუფლებით ვერ ძღება რაც თავარია მან სულ უნდა ჭამოს აი როცა არშია მაშინაც უნდა ჭამოს აი ბევრ გააწყობილებას ესენი მიიღებენ ისეც რა უბრალოდ პოლიტიკური აზრი არ ექნება ხო მაგრამ მაინც მიიღებენ იმიტომ რომ დამახასიათებელია ვერ გაჩერდება ავტორიტეტი მან ის სულ უნდა იკვებებოდეს სულ ახალი და ახალი ძალაუფლების სამის გაჩერება შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ ხოლო საზოგადოება შეუძლია რომ მისი ეს ბულემია შეაჩეროს, მაცივარი ჩაუკეტოს, რომ ვეღარ ჭამოს, ვეღარ იკვებებოდეს, ხო? ხო, ეს როგორ უნდა გააკეთოს? და ტოტალიტარიზმამდე მისვლა რას ნიშნავს, ხო? სამ ფაზას გადის საერთოდ. როდესაც შენ რეჟიმს აშენებ, სამი ფაზაა, ხო? პირველი ეს არის ავტორიტარიზმი, მეორე ეს არის დიქტატურა და მესამე და დასკვნითი ფაზა არის ტოტალიტარიზმი.
და ტოტალიტარიზმამდე მივა აუცილებლად თუ ჩვენ არ შევაჩერეთ სადმე. ეს სამი ფაზა რითი განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? ავტორიტარიზმი ეს არის ფაქტობრივად უნიტარიზაცია ყველა ინსტიტუტის, ანუ ყველა ინსტიტუტის პრივატიზაცია, ერთი სახურავის ქვეშ და ყველაფრის კონტროლი, რაც ახეზე გვაქვს, ხო? ეხლა ერთი კაცი, არათუ ერთი ინსტიტუტი, არამედ ერთი კაცი აკონტროლებს ყველა შტოს ძალაუფლების, რაც შეეხება დიქტატურას, დიქტატურა არის ეტაპი, როდესაც ჩვენ იწყებ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ოპონენტების დევნას, ჩვენ ახლა აი ამ ეტაპის დასაწყისში ვართ, შეიძლება ითქვას. და მესამე ეტაპი, ბულემია რატო გიხსენეთ? მესამე ეტაპი, რაც თითქოს საჭირო არ არის, ხო? მესამე ეტაპი ეს არის უკვე პირადი ცხოვრების კონტროლი. როდესაც ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესე რომ ვთქვათ, ავიწროებ, ხო? და მათ კი არ უსწორდები, არამედ შენ უნდა იცოდე უკვე სამზარეულოში რო ზიან, რაზე ჩურჩულებენ, ესეც უნდა იცოდე, ხო? ეს არის უკვე ტოტალიტარიზმი. დამახასიათებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის, გარკვეულწილად დღევანდელი რუსეთის იმპერიისთვის და ეს სისტემები როგორ ეგება, იცი? და აი ყველა მეზობელი მეზობელს უსმენს და მერე დანოსებს, ეგრეთ წოდებულ დანოსებს წერს. აი ეს არის უკვე ტოტალიტარიზმი. ამის ნიშნებიც და სიმპტომებიც გამოჩნდა. პირადი ვენდეტა ძლიერთა ამა ქვეყნისათა ვიღაცის მიმართ. აი იგივე მზია ამაღლობელის кейსში, ხო? იქ არის უკვე ტოტალიტარიზმის ნიშნები. რატომ არის? იმიტომ რომ ის რაც ხდება მზიას თავს, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური დევნა ან მედიის დევნა, ხო? იქ პირადი ვენდეტის განზომილებასთანაც გვაქვს საქმე, ხო? დგებუაძე არის ადგილობრივი ავტორიტეტი ყველაფერთან ერთად, ხო? ეხლა რანაირი პოლიციელია, კრიმინალია სულთა, ხო? აი კრიმინალური აზროვნების, კრიმინალური ავტორიტეტი, აი ქურდზე რო ხელის გარტყმა არ შეიძლებოდა ეს რომ ძალიან დიდი დანაშაული იყო. საბჭოთა კავშირის დროს შენ პატარა ბიჭი იყავი, მაშინ არ გეხსოვნება, ქურდს ხელი გაარტყაო, ამაზე ლაპარაკობდნენ წლობით, ხო? ხო, რაღაც ყველაზე დიდი ის იყო დანაშაული, ხო და ის ხო ადგილობრივი ქურდაძის, ხო, დგებუაძე და სილა გაარტყა ვიღაცამ და რა თქმა უნდა დაისაჯოს, ხო? ანუ ეს და შესაბამისად პირადი ვენდეტის განზომილება გაჩნდა. ანუ ეს არის უკვე ტოტალიტარიზმის სიმპტომი. თქვენ თქვით რომ საზოგადოება შეუძლია ხო გააჩეროსო და საზოგადოება ჯერჯერობით კი ქუჩაში პროტესტი ყველაფერი არის რაც შეუძლია რომ საზოგადოება გააკეთოს ამდენი ხანია უკვე პროტესტია ქუჩაში მაგრამ ვერა კომპონენტები აკლია აი თქვენ გინახავთ არმია სარდლის გარეშე რომ იმოეგოს ესეთი არმია არ არსებობს ხო ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში აი ეს არმია რომელიც ვიხილეთ ხო ჩვენ ვიხილეთ ესე რომ ვთქვა ძალიან ბევრი პოლკები და ბრიგადები და აი შემდეგ ხო ამ მარშების სახით რამდენი სოციალური და პროფესიული ჯგუფი ვიხილეთ ჩვენ მარშების სახით მაგრამ ეს ყველაფერი დაგსაქსული ვინ უნდა მოუყაროს ამას ყველაფერს თავი და აი ეს დაგსაქსული ენერგია ერთ დიდ მდინარეთ აქციოს ხო მდინარებად პოლიტიკური გონია საჭირო ანუ ლიდერია საჭირო ერთი არა აუცილებელი შეიძლება ჯგუფი იყოს ლიდერი შეიძლება პარტიების ჯგუფი იყოს ვიღაც ლიდერი რომელიც მოახდენს ამის კონსოლიდაციას და სტრუქტურირებას და რაღაც დღის წესრიგით ამას ყველაფერს ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს ეს უზარმაზარი არმია ეს ენერგია რაც ჩვენ ვიხილეთ ამ თვეების განმავლობაში წალეკავს ნებისმიერ ხელისუფლებას მაგრამ პრობლემა იმაშია რომ სარდლის გარეშეა ეს ყველაფერი შესაბამისად ეხა მიდის ესეთი თამაში ხო ანუ ამოცანა ამ პროტესტს უნდა იყოს კონსოლიდაცია ხო ვიღაცამ უნდა მოახერხოს ამის კონსოლიდაცია და წარმართვა ხელისუფლების ამოცანა რა არის რომ დაშალოს პირიქით ეს ყველაფერი და უკან სამზარეულოებში შერეკოს აი ეს პროფესიული თუ სოციალური ჯგუფები აი ეს თამაში მიდის ჩვენი პრობლემა რა არის არა ყავს მხედართმთავარი მე რა მხედართმთავარი და აი პოტენციური მხედართმთავარი ანუ პოლიტიკური გონი ბევრს არც არაფერს არ აკეთებს იმისათვის რომ თუ რამე პრობლემა აქვს აი ამ ენერგიასთან ხო ნდობის პრობლემა აქვს დაუშვათ აქვს ესე რომ ვთქვათ იმის რა ქვია რაღაცნაირი წინ დადგომის ხო წინახაზე გამოსვლის პრობლემა ხო უნდა ფიქრობდეს და ამ პრობლემას წყვეტდეს რაღაცნაირად ხო ხედავთ ჩვენ ამას ვერ ხედავთ
პოლიტიკურ კომენტატორებად იქცენ პარტიები, მე რა უნდა ამ სიტუაციაში სხვა, ანუ გამოდის რომ მათ ამის პოტენციალი არ აქვს, მაშინ რა ხდება? აქ დობა არ აქვს. ამ პროტესტში საერთოდ სათავეში ვერ მოექცნენ პროტესტი, რომ ხალხმა არ მიიღო და ასე შემდეგ. კი, ეს არის ბიზნეს კოზირი დღეს. ბიზნეს კოზირი რა არის? მე კი შეიძლება რაღაცა ცუდი ბიჭიც ვარ, ისიც ვარ, მაგრამ გამკეთებელია, ესე ვინ არიან? ესენი აი ამათ შეხედეთ, ხო? აი თვე ეს 4 თვე რა ხდება, ხო? ეხლა კი ბატონო, არჩევნებზე რაც იყო, ნახეთ, ხო? რა პრობლემაც გაჩნდა, შეპირდნენ ხალხს, რომ ხმებს დავიცავთ, იმას ვიზამთ, ვერაფერი ვერ ქნეს. ხალხი მათზე გაბრაზდა, რაღაც გაჩნდა, ხო? გარკვეული სკეპტიციზმი და ამის შემდეგ, ანუ ამორჩეველი პარტიებს ხო ინსტრუმენტებად განიხილავდა, ლიდერებად არ განიხილავდა. ხმას რატო აძლევდნენ? იმიტომ აძლევდნენ, რომ ეს პარტიები მიაჩნდათ ინსტრუმენტად ევროპულ გზაზე დაბრუნების, ხო? დაინახე რა მდგომარეობაში აღმოჩნდი, ხო? ამის შემდეგ შენ ხო უნდა ეცადო, იწყება ქუჩის პროცესი, უმძიმესი პროცესი იწყება, ხო უნდა ცადო, რომ დაიბრუნო ამ ხალხის ნდობა, ხო? როგორ უნდა დაიბრუნო? პირველ რიგში მინიმუმ ბოდიში ხო უნდა მოიხადო, რომ რაღაცები გეშლებოდა, რაღაცა ისა, ხო? მერე კიდე ხო უნდა აჩვენო მაგალითები და ხო უნდა დაარწმუნო ეს ხალხი, რომ შენ შეგიძლია ფრონტის წინახაზე ბრძოლა, რომ შენ შეგიძლია ლიდერობა. ამ მიმართულებით არაფერი არ გაუკეთებია არც ერთ პარტიას. და ეხლაც ნახე რა მოხდა 31-ში, ხო, გამოდის პრეზიდენტი და ამბობს, რომ მე და პარტიები კიდე სადღაც დავჯდები და რაღაცეებზე ვითათბირებთ, ხო? ამან ხო კიდე უფრო გააღიზიანა ხალხი, ხო? რატომ? იმიტომ რომ ბმა აი ამ პოლიტიკურ ტუსოვკასა და პროტესტს შორის პირდაპირი ბმა, რითაც აი ეს პროტესტი აღიარებს ამას ლიდერება და მათ დაძახილზე სალომეს მოსასმენად გამოდიან. სალომეს აღიარებენ, მაგრამ სალომეს თვითონ ბუნება არ აქვს, ამ ადამიანის ბუნება არ არის პოლიტიკოსის ბუნება, ხო, უფრო დიპლომატია. მისგან პოლიტიკური ლიდერი შეიძლება აბსოლუტურად გეთანხმები, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მას ისტორიამ დააკისრა ისეთი მისია, რომლის ტარება მას უჭირს რა, არ არის ეს მისთვის კომფორტული თორე ეს ქუჩის ლიდერი არ არის. ხო, რეალურად მას რისი გაკეთება შეეძლო, ხო, კი ბატონო, მაგიდას აკეთებ რაღაცას, ხო? ამ მაგიდასთან ზუსტად ის პროფესიული და ესე რომ ვთქვათ, სოციალური ჯგუფების ლიდერები უნდა იჯდნენ პოლიტიკოსებთან ერთად. ანუ საერთო მაგიდა უნდა გაეკეთებინა მას, გესმის ხო, რას გეუბნები და ეს გამოიწვევდა ზუსტად ამ პოლიტიკური კლასის ინტეგრაციის პროცესის დაწყება ამ ჯგუფებში და ამ ჯგუფებს ლიდერები ყავთ. ეხლა ეს მარშები რო იმართებოდა, ვიღაც ამას ორგანიზებას ხო უკეთებდა. ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ იმ სოციალური თუ პროფესიული ჯგუფის ესე რომ ვთქვათ, გააქტიურება მოახდინოს რაღაც მომენტში, ხო? არიან ეს ხალხი და მათი იგნორირება ხდება რა. ესეთი შთაბეჭდილება რჩება და პოლიტიკოსები გამოდიან, ჯიგრები ხართ, აი ქუჩაში, აი 4 თვეა ჩვენი გმირი ხალ, ანუ კომენტირებას აკეთებენ პროტესტის ლიდერები კი არა. ზავერ მონახეს, ხო, ოპოზიცია. აი მარტივად გეტყვი მე რა, აი მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ძალიან ხშირად ვიმეორებ და ვეჯავრებდი ამ პოლიტიკოსებს მე. არჩენა არ უყვარხარ რომ იცოდე ესე მაინც. ეჭვი ხო და აი პარლამენტი ამათო გამოაცხადეს, ესე რომ ვთქვათ, იმათ, რა ქვია, საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად და შენ აცხადებ, რომ არ არის ლეგიტიმური. დაინიშნა პირველი სხდომა, სადაც ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს, მათ შორის ოპოზიციონერების უფლებების ცნობაც, მიუხედავად იმისა, რომ ესენი ამას ეწინააღმდეგებოდნენ, რა უშლიდათ ხელს, რომ იმ დღეს აი შენობაში შესულიყვნენ ხო მათი უფლებამოსილების ცნობა ხომ უნდა მოხდარიყო შესულიყვნენ შენობაში და ჩაეშალათ ეს სხდომა ანუ არ მიიყვანათ საქმე იქამდე რომ კენჭისყრების შემდგარიყო პარლამენტის ესე რომ ვთქვათ ფორმირებაზე და მით უმეტეს მათი უფლებამოსილების ცნობა ეხლა ამის შემდეგ რა სცენარი იყო ხო ან უნდა გამოეყარათ ესენი დარბაზიდან და თუ გამოყრიდნენ ძალიან სასაცილო იქნებოდა და წიხლით ხალხს გამოყრიდა მე იმათ უფლებამოსილებას ცნობ ხო ნუ და
ამით საზოგადოებას დაანახებდნენ, რომ ისინი მზად არიან ფრონტის წინა ხაზზე გასასვლელად. აი, თუ გახსოვს, აი პირველი დიდი აქციები რო იყო, რამაც ბიძინას შოქში ჩააგდო, რითი დაიწყო, არ გახსოვს? ქალების ობსტრუქციით პარლამენტის შენობაში, ქალი დეპუტატების. ხო? ანუ, მაგალითები უნდა აჩვენონ, რომ ისინი მზად არიან, რომ უხელმძღვანელონ ამ პროტესტს და მზად არიან მათ შორის ფიზიკურად დაიცვან ყველაფერი. ერთეულოვანი მაგალითებით კი არა, რომ ხოშტარია რომ გზაზე დადგება და პოლიცია რომ გასკვანჩავს და წაიყვანს. ესე კი არა, სისტემურად, პოლიტიკურად უნდა აჩვენონ. აი მეორე შანსი ჰქონდათ პრეზიდენტის იმაზე. რა ქვია, პრეზიდენტის არჩევნებზე ესენი ხო იყვნენ ხმოსნები. შესულიყვნენ და ჩაეშალათ რა. არა, აქაც გაიგდა დაიწყეს საუბარი საერთოდ. ალაპარაკობენ რომ ამით ჩვენ რაღაცას ლეგიტიმაციას ვაძლევთ, ბიჭო. თუ შენ შეხვალ და ცდილობა გექნება რომ ჩაშალო არალეგიტიმური პარლამენტის ფორმირება რანაირად აძლევ ლეგიტიმაცია, ანუ ყველა მიზეზს ნახულობენ, ოღონდ ფრონტის წინახაზზე არ აღმოჩნდნენ. აი მესამეს გეტყვი, აი ეხლა ეს კომისიის ხდომა როა. არ გამოჩნდა არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც შევიდოდა. გამედავდა და წულუკიანს დაელაპარაკა. და აი წულუკიანს თვალებს ჩახედავდა და ყველაფერს ეთყოდა, რასაც იმსახურებს. ეგ მეც დავწერე, ხო, რომ მე რო ყოფილიყო მაგას ვიზამ. არ გამოჩნდა არც ერთი, აი ეს კომფორტულად როგორ რაში გრძნობენ თავს, იცი რომ აი არალეგიტიმურია. მე ეთერებში დაждდებიან, ფეხებს დააბაკუნებენ და ვირტუალური გახადეს პოლიტიკა. პოლიტიკა გახადეს ვირტუალური და საზოგადოება ამას ხო ხედავს. ამიტომ არის მიუღებლობა. და ელემენტარულად ის მაინც ხომ უნდა გაეკეთებინათ ამ პარტიებს, რომ დაელაპარაკონ ამ ხალხს. აი ფოკუს ჯგუფები შეკრიბონ, აი ვინც ქუჩაში გამოდის ამ ხალხთან და ზუსტად გაარკვიონ რა პრეტენზია აქვს მათთან ხალხს რა. და ეცადონ რომ ეს პრობლემები გამოასწორონ. ეს სამუშაო შეასრულა ვინმე? არავინ არ შეასრულა. აი ეს არის პრობლემა და ბიძინასთვის ეხა ეს არის კომფორტული სიტუაცია, ხო ეხა კი ბატონო ესეთი პარტიები ურჩევნია რა თქმა უნდა და ეხლა პროტესტს აპირებს მათ. რა? მათ აკრძალვას აპირებს. არაფერს არ აპირებს, მე რა ეს არის ყველაფერი კატათაგობანას თამაში. კი, აკრძალავს რა თქმა უნდა, ანუ ბიძინას ის არის რომ სულ იყოს შეტევაში. ბიძინა სულ უნდა იყოს შეტევაში. ეს არის მისი ამოცანა. ხო, კი, ეს არის და თან ტესტავს სიტუაციას და წავა იქამდე წავა. ამათან კი არა, ხოლო და ამერიკასაც კი ასე ეთამაშება, სულ შეტევაში არის. აი ეხლა როგორც კი მეგობარი აქტის დაინიცება დაიწყეს, რაღაც ეხლა დაიწყეს, ამან პირდაპირ აკრძალვაზე გამოვიდა რომ აკრძალვა, უკან ამერიკასაც ეუბნება რომ უკან კი მეგობარი აქტს მიიღებს, რაღაცას ჩემ წინააღმდეგ ისევ ეს ადმინისტრაციას თუ დაიწყებს მოქმედებას, მე უკან კი არ დავიხებ, პირიქით შემოგიდებ და ფსონებს დის, ხო? ეხლა მისი ისა უთხრა ამერიკას ოპოზიციას საერთოდ აკრძალვა და მისი ისინი გამოვიდნენ ასე ვთქვათ ფილოსოფოსები, ექსპერტები და დაიწყეს ისევ deep state-ისზე და საუბარი რომ ტრამპიც არის deep state-ის მონა. და დღეს გამოვიდა ერთ-ერთი და თქვა რომ ბრიტანეთი არის ეხლა deep state-ის წინახაზზე და რაღაცა ანუ ბიძინე ამბობს რომ მე უკან არაფერზე არ დავიხევ. არც ამერიკა დამახევინებს, ვერც ევროკავშირი ვერა. ეს ხო იმიტაციებია რეალ. რატო ჯერჯერობით არიხევს? კი, ფსონებს დის მუდმივად. ფსონდა ელოდება ვაჭრობის გახსნას, ხო? ვაჭრობის გახსნას ჯერჯერობით ვაჭრობას არავინ არ უხსნის. ამას ხო ბიძინა იმიტომ არ აკეთებს, რომ გიჟია, იმიტომ აკეთებს, რომ ფსონებს დის, ის არის ბანკირი და აორმაგებს რა. წავაგე, ისა რა ქვია, წავაგე, გავაორმაგე კიდე წავაგე და მუდმივად აორმაგებს. ეს რესურსი აქვს. სანამ აქვს ეს რესურსი, ის მუდმივად გააორმაგებს. აი როგორც კი მეორე მხარეს ძალის ფორმირება მოხდება, რეალური ძალის, ხო, ადეკვატური ძალის. მეორე მხარესაც გაჩნდება ბანკი, ხო? ის ამ თამაშს ვეღარ აწარმოებს. და პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ მეორე მხარეს ბანკირი არ არის. ოპოზიცია გავიგე, მაგრამ დასავლეთსაც კი არ ეპოება, ხო ხედავთ, ახლა ამერიკას გამოუცხადა ფაქტობრივად ომი. არა, ამერიკას კი არ გამოუცხადა ომი. ამერიკას კონტექსტში ეუბნება რა, მე აქ ვაკონტროლებ ყველაფერს, ბაო. ამიტომ მე მაქვს ამის ფუფუნება, რომ გავზარდო რა და თუ შენ არ გიყვარო არ, აქ სხვა არავინ არ არის. ამიტომ ჯობია მე დამელაპარაკო.
მე და მელაპარაკო, იმიტომ რომ სხვა არავინ არ არის. სხვა რო ვიღაცა იყოს ამერიკა და ევროპა, ამას აქამდე უკვე მოახჩობდნენ. დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი დღე უნდა სანქციების შემოღებას ბიძინაზე, მაგრამ ეხა ამერიკა, რუსეთი ხო არ არის რომ ტანკების შემოვარდეს აქ, ხო? ამერიკა და ევროპა სანქციების შემოტანით და ამათთვის პრობლემების შექმნით ქმნის მხოლოდ ფონს. და რეალური პროცესი ხო აქ უნდა წარიმართოს. კი ბატონო, ის საარტილერიო მომზადებას პოლიტიკურ სანქციებით შემოიტანს, მაგრამ ეს შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოში ტყუილად გასროლილი. რატო? იმიტომ რომ გამომყენებელი არავინ არ იქნება ამ აქტივის, ხო? გამომყენებელი, აი დღეს რომ ყველა მთელი ქართული ოცნებას გამოუცხადონ სანქციები. მთელ ქართულ ოცნებას. იმათ ხო ეს ინსტრუმენტი აქვს. თავისთავად აქ ხო ესენი სახში არ თვითონ ხო რა ეხლა ქუდებს დაიხურეს სახში წავლენ? ესე ხო არ მოხდება, ანუ რაღაც შიგა პროცესი ხო უნდა აეგოს ამაზე და ვინ არის ამის გამკეთებელი? ეს არის პრობლემა. როგორც კი ამერიკა და ევროპა დაინახავს, რომ აქ ვიღაცა არის გამომყენებელი იმ ზომების, რაც იქ მიიღება, დამერწმუნე მეორე დღესვე ყველაფერი იქნება რა. და ბიძინა ყველაფერს აკეთებს. ხედავენ ოპოზიციაში ძალას, ასე ვთქვათ. ხედავენ? რო ვერ ხედა, ამაშია პრობლემა. ამაშია პრობლემა, რომ ისინი ვერ ხედავენ. ისე ოპოზიციას რომ დაუბრუნდეთ, ხო, ვიღაცები საუბრობენ, რომ ამისთვის საჭიროა გაერთიანება. ანუ ვიღაცები იძახენ, მაგალითად გახარია იძახის, რომ არა, ნაცებთან გაერთიანება, მე არ გავერთიანდები. ეხლა ვიღაცა აი გაერთიანება მითხარი რა, ჯერ ესე თუ აი ძალა გამოჩნდეს ერთიანი. პარტიების გაერთიანებით არ გამოჩნდება ძალა. ძალა გამოჩნდება პარტიების ინტეგრაციით, ბიჭო, ძალაუფლების წყარო, ძალის წყარო არის ხალხი. და პარტიები თუ მათ თუ ხალხთან კომუნიკაცია არ აქვს, 100 პარტია იჯდება თუ 2, რა მნიშვნელობა აქვს? 0, 100-ზე რო გაამრავლო, მაინც 0 არ იქნება. შესაბამისად, პარტიების თავი საზრუნავი არის, რომ ხალხთან კომუნიკაცია გააჩინონ რა. იყვნენ კარგად კოორდინირებული მთავარ თემაში, რა თქმა უნდა. შიგა პოლიტიკაში მათ ეხლა გაერთიანება რა მარაზმია, ეხლა გახარია და ნაცები, ეხლა რატო უნდა გაერთიანდნენ? მაგრამ კოორდინირებული საერთო დასავლურ გზასთან დაკავშირებით რაღაც ტიპის კოორდინაციაში თუ არ არის ერთება, არ არის საერთო ლიდერი, შესაბამისად ძალის ისიც ვერ იქნება, ხო, ცენტრი ვერ იქნება. ძალის ცენტრი ვერ იქნება არა იმიტომ რომ ისინი ერთად არ არიან. ძალის ცენტრი ვერ იქნება იმიტომ რომ არც ერთ პარტიას ბმა ხალხთან ხო, რომელიც არის მამოძრავებელი ძალა პროცესი არა, არც ერთ პარტიას არ აქვს ხალხთან კომუნიკაცია. ეს არის მერა პრობლემა. ისინი უნდა იყვნენ კოორდინირებულები, მაგრამ მთავარი პრობლემა მათი კოორდინაცია და მათი ერთად ყოფნა კი არ არის, თუნდაც ევროპული დრის წესრიგით. მათი მთავარი პრობლემაა რომ ხალხის მხარდაჭერა ჭირდებათ რა. ხო და ამიტომაც აი რომელი პარტიის ლიდერი გამოვა დღეს რუსთაველზე, დაიძახებს და მის დაძახილზე 500 კაცი მაინც გამოვა. არსებობს ესეთი? არ არსებობს, ხო და შენ როდესაც ქუჩის პროტესტში ხარ გადასული, ხო? ანუ ინსტიტუციური ბრძოლა დღეს ხო არ არის. დღეს არის ქუჩის პროტესტის ბრძოლა. ამ ქუჩის პროტესტის ფონზე ალაპარაკდნენ ვიღაცები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ამაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, რომ აი დეკლარაციაში ჩაწერილი იყო, რომ 31 მარტს რო გამოდედეს სალომე, იქ ეთქვა, რომ თუნდაც ესე თქვა, რომ თანხმდებით ეს პარტიები, რომ თუ არ იქნება ადამდელი არჩევნები, თუ არ იქნება საპარლამენტო ახალი არჩევნები, არანაირ ადგილობრივ არჩევნებს აზრი არ აქვს. ამაზეც კი ვერ დათანხმდნენ. ლელო და გახარი ამბობენ, რომ ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრია, მოდი მერე ვილაპარაკოთ. არ არის ეს მერე. აი რა შუაშია? რა შუაშია დღეს იმაზე იმიტომ რომ შენ ტოვებ რაღაც მანევრისთვის თითქოს რომ შენ რაღაც ანუ ეს როგორ განსასწორებს იცი პროტესტში როგორ განსასწორებს იცი რომ შენ არა გაქვს იმედი რომ პროტესტი რამეს მიაღწევს ფიქრობ რომ ზაფხულში ამდე პროტესტი ჩაფლავდება და მე არაფერი აღარ მოხდება და ამიტომ წავალ არჩევნებზე მე რა გათვლა გამოდის რომ ასე უყურებ შენ პროცესს ჩვენ დღეს ეს ახლა პროტესტი წაადგება და ჩვენ რომ დღეს გვაქვს საომარი რა მე ხვალ რას ვიზამ შენ ამით დაიწყებ ჩემთან ლაპარაკს არა იმიტომ მე უნდა ვიცოდე შენ არაფერი არ უნდა იცოდე ბოლომდე პროტესტში მე რო ხალხი ვარ და ქუჩაში დრავარ უნდა ვიცოდე ჩემთან ერთად ხარ ბოლომდე წამსვლელი ხარ თუ უკან დასახევ გზებს იტოვებ იქ რაღაც არჩევნებში მონაწილეობის თან აზრი რაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის ამ სიტუაციაში ვინმეს რამეს იმედი აქვს რომ თბილისს მოაგებინებს ბიზნესს თუ აი რისი იმედი აქვს საქმე არის მარტივ რაღაცაში რა
დღეს მოცემულობით არის ისა. კი ბატონო, ყველას აქვს განწყობა, რომ არავინ არ ეკარება ხელისუფლებას, ხო? ყველა მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს ხელისუფლების დელეგიტიმაცია. ხო ესეა? დღეს მდგომარეობით ესეა. და ეს ყველაფერი ეს რაზე დგას? ამ შიგა პოლიტიკურ პროცესზე არ დგას. ეგ არის ილუზია. დგას იმაზე, რომ დასავლეთმა კონსოლიდირებულად არ ცნო ეს ხელისუფლება დღემდე, არც მიულოცავს, არც ანუ მინიმუმზე ყავს დაყვაელი კომუნიკაცია და ეს შემდეგ, ხო? მაგრამ ხვალ რომ მოხდეს ისე, რომ ამ ხელისუფლებამ მიიღო საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ხელისუფლებაც ადგა და რაღაცა დათმობებზე წავიდა. პოლიტპატიმრები გამოუშვა, ისინი შეცვალა, რა ქვია, საარჩევნო კოდექსში რაღაც უკან დაატრიალა რაღაცეები, რაღაც პარიტეტები გააჩინა და რაღაცა და ამერიკამ და ევროპამ თქვეს, რომ კი ბატონო, რაღაც პირობებზე ჩვენ მზად ვართ ამ ხელისუფლებასთან ვითანამშრომლოთ. ამის შემდეგ რა ხდება შენი აზრით? ეგ ხო, სწორედ ამ პოზიციის დამოკიდებულებაზე იქნება დამოკიდებულება. არა, ოპოზიცია თუ არის ამისთვის მზად, რომ შევიდეს არჩევნებში, მაშინ შეიძლება მოხდეს იქიდან ლეგიტიმაცია. თუ ოპოზიცია თავიდან ანუ რაღაც მომენტები, როცა შენ რა თქმა უნდა მანევრისთვის უნდა დაიტოვო სივრცე, მაგრამ არის მომენტები, როცა შენ უკან დასახევი უნდა ჩახერგო. აი როგორც დიდგორში ჩახერგა აღმაშენა. ანუ ეს ორი სხვადასხვა სიტუაცია. კი, მაგრამ ძალა თუ არა გაქვს. არა, შენ ისო კვერცხის და ქათამის თემას დაუბრუნდით, ეხლა ჩვენ ეს უნდა იყოს თუ ისე მე პირიქით მგონია ეგა რა. მიუხედავად ყველაფრისა, თუ ამ პარტიებმა ვერ მოახერხეს ფორმირება და ხალხთან კომუნიკაცია, ხო? აი ხალხთან დღეს რას უყურებს დასავლეთი? რომ პროტესტი ცხოვრობს ცალკე ცხოვრებით, პარტიები ცხოვრობენ ცალკე ცხოვრებით, ხო? პარტიის ლიდერი ტრიბუნაზე რო ავიდა, შეიძლება დაუსტვინონ. ხო. ვიღაცა აუცილებლად დაუსტვენს, ხო? შესაბამისად ჩდება კითხვა, ბიჭო, ქუჩის პროტესტი რო იწყება და შენ ხარ პარტია რა, აი რაღაცაზე გაქვს პრეტენზია და ამ ხალხთან რაც მამოძრავებელი ძალაა, კომუნიკაცია ვერ ააწყო ვერანაირად, ხო? აი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეხა ეგრე რომ მოხდეს მოვლენები, თქვენ როგორ დასახეთ და სხვა გზა არ არის და მოდი წავიდეთ ადგილობრივ არჩევნებზეო, ეს ხალხი ვინც ქუჩაში გამოდიოდა, წავა არჩევნებზე? არც ერთი არ მისცეს მათ ხმას. კიდე უფრო მწარე წააგებს ოპოზიცია ვინც აქამდე აგებდა. მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ არ ვიცით, ხო, დღეს ხელისუფლება არის დელეგიტიმიზირებული. აი ხვალ რო იყოს არჩევნები, ხვალ რა თქმა უნდა, ყველა პარტია, მე ვიტყოდი, რომ ყველა პარტიამ უნდა თქვას, რომ არჩევნებში არ მონაწილეობთ, მაგრამ ოქტომბრამდე ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, მერაბ. ბევრი რამე შეიძლება ზუსტად მაგას ელოდება ეს ხელისუფლება და მე დაიწყოს ადგეს და დემოკრატიული დემოკრატიულ კანონზე შემოაგდოს, რომ დასავლეთი მოთაფლოს, ხო? როცა ამ პარტიების პრობლემა უკვე გააწყვეტილი ექნება. და თვითონ გამოჩეკოს 1-2 პარტია და იმათ მიაღებინოს. ამიტომ მე ვფიქრობ დღეს საერთოდ ადგილობრივი არჩევნების თემაზე საუბარი, რომ აბა შენ მიიღებ და შენ არ მიიღებ, ხო? მე ვფიქრობ ეს არის შემოგდებული თემა ხელისუფლების რომ ისევ რაღაცა გაუგებრობები შემოიტანოს, ის შემოიტანოს, ან მანევრის საშუალება მოუსპოს ზოგადად ამ ოპოზიციას და ადგეს და მე გამოჩეკოს ახალი ოპოზიცია. შეიძლება ბიძინამ შექმნას, იცი ხვალე პარტია, აი კობახიძე, ეს ვინ მონსტრი ყოფილაო, თქვა. ხო აქვს ნათქვამი. კი ბატონო, მაგრამ შექმნას ხვალე ოპოზიციური პარტია და შემოვიდეს უკანა კარიდან. ხო, მაგრამ კობახიძე, კი არა, დინარაძემ პირდაპირ გამოგვიცხადა და უთხრა ოპოზიციას, რომ არათუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთ, რომ მსჯელობთ მიიღოთ და ვერ მიიღებთ, იმიტომ აკაგრძალავთ მანამდე. ბიჭო, მერაბ, შენ ხო იცი რომ ვერ აკრძალავენ, ხო? და არ ბიჭო, აი რანაირად აკრძალავენ? აი როგორც თქვენს რა მიიღებ, ახლა საკონსტიტუციოს მიმართავენ ამ კომისიისგან. დაუშვათ ნაციონალურ მოძრაობას თუ მოუწერს ყველაფერზე, ხელს აკრძალავენ. კი, ნაციონალურ მოძრაობას ყურით მოათრევენ, მაგრამ აი ლელოს და გახარიას რანაირად აკრძალავენ ერთი ამის. გაუჭირდება? არა, ბიჭო, ეგ ანუ შენ ამბობ რომ საერთოდ შენ რა სცენარსაც ამბობ, ეგ ნიშნავს რომ შენ ინსტიტუტებს აუქმებენ. მაშინ არჩევნებსაც გააუქმებენ. ბიჭო, არ არის გაუქმებული. არა, დიდი 2024 წლის არჩევნები, იმის ნიშანი არ არის რომ არჩევნები გაუქმებულია. მაშინ რაზე ვსაუბრობთ? აი მაშინ რატომ არის ეს ბიჭო პროტესტს პარტიების პროტესტს აქვს აზრი მხოლოდ მაშინ თუ მათ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ეს უნდა მოიპოვო.
ბიჭო, აი ეგ არის თემა, მე რა არც ის არის თემა არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას არ რა მნიშვნელობა აქვს ხალხის მხარდაჭერა მაინც არა აქვს და რომც მიიღონ რა არო. ხო და აქედან გამომდინარე ამ თემაზე დისკუსია, აი რასაც ეს შემოგდებული თემა არ არის. შესაბამისად პარტიები ეხლა თემას წერტილი დაესმება, როცა ყველა იტყვის რომ მორჩა. არ ვიღებთ, მორჩა არ გვაქვს. თუ ეს არ მოხდება, იქ შეიძლება შენ დათქმები გააკეთო. აი ამ შემთხვევაში პოლიტიკაში იმის თქმა, ბიჭო, იმის აი შემოგდებულ თემაზე პასუხის გაცემა ხო ნიშნავს რომ შენ ვიღაცის სცენარში ზიხარ ხო ეს თემა უბრალოდ ამ თემის იგნორირება უნდა მოხდეს პარტიები დღეს ამაზე კი არ უნდა მსჯელობდნენ რომ აი მაშინ მიიღებ მონაწილეობას პამიდორ შეჭამ თუ არ შეჭამ ეს თემა ჰაერში იქნება დაკიდებული შენ თუ წერტილს არ ვერ მოხდება აი მაინც უბრუნდებით საერთოდ არაპრინციპული თემა დღეს მე მიმაჩნია ამ თემაზე დისკუსია ეს არის შემოგდებული და ამ თემაზე პასუხის გაცემაც დადებითი თუ უარყოფითი პოლიტიკურად საერთოდ არაფრის მომცემი არ არის. არაფრის მომცემი არ არის, ხო? მხოლოდ ხელისუფლების დისკუსია. ყველა იტყვის, რომ ჩვენ არ ვიღებთ ადგილობრივ არჩევნებზე. ესენი ადგებიან ამის შემდეგ ეს პარტიები არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებზე, შემოყრიან დემოკრატიულ კანონმდებლობას. დასავლეთს ეთქვია, რომ ეგეც აი ამას ვაკეთებთ, აი ფიანდაზები გადაუფინეთ და ესენი არიან რადიკალები და გიჟები, მაინც არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ხო? გამოიჩეკება მე 1-2 პარტია ვიღაცა მიაღებინებენ მონაწილეობას და ეგეც შენი სუვერენული რუსული დემოკრატია. აი ამას დაამკვიდრებენ. ასე ბიზნესი ისედაც აქ მიდის ჩემი აზრით. რა თქმა უნდა მაგისკენ მიდის და ამიტომ ზუსტად ამიტომ არის ლაპარაკი რომ ბიჭო ორი კინკილა პარტია რო ხარ. ხო ამაზე კი არ უნდა მსჯელობდე. ეხა აი პარტიის ლიდერების თავარი პრობლემა რა არის? დღევანდელი პარტიის ლიდერების როგორც პარტიები რო ინდივიდუალურად ეხა მიდიან აქციებში, ქვემოთ გებიან და მონაწილეობენ. მაგრამ ლიდერებად მათ ეს პროტესტი არ აღიარებს. ეს არის პრობლემა, კონსოლიდაცია, ბიჭო, ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ რას ვამბობ, იცი რომ ნაცვლად იმისა რომ ამაზე იზრუნონო. ეხა აბა რა მნიშვნელობა აქვს ეხა ნულოვანი პარტია? რომელსაც აი თუნდაც პროტესტის მხარდაჭერა არ აქვს, ვინც მისი პოტენციური ელექტორატია, რა მნიშვნელობა აქვს ეხა ის ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას თუ არა? თუ ხალხი პატივს არცემს რა. აი რა მნიშვნელობა აქვს მითხარ? ხომ ეს მაგას ვამბობ. ხო ბიჭო, აბა ამაზე პასუხი რატომ არის პრინციპული ვერ გავიგე? უაზრო შენს პრინციპულობაში დარწმუნდეს ხალხი. და რა მე? აი დარწმუნდება, მაგრამ პატივს არ გცემს მაინც. მაინც არ უღირხარ ორშაურად რა. უფრო მეტად გცეს იქ. არა, იქნებზე არ არის რა პოლიტიკაში რა. ეხა ეს ამათი თავი საზრუნავი უნდა იყოს ხალხის დაბრუნება. ხალხი როგორ და შეიძლება ადგილობრივი არჩევნები გახდეს ზუსტად ხალხის დაბრუნების ინსტრუმენტი. შეიძლება ესეც მოხდეს, ხო? ისეთი მოცემულობა ჩამოყალიბდეს ოქტომბრამდე და რატომ გვინდა რომ ყველას მანევრი ეგ არის აი ესეთი უაზრო, არა პოლიტიკური ემოცია და მეტი არაფერი რომ ემოციურად რა მაგარი ბიჭები ვარ. არა ხარ ძმებო მაგარი ბიჭები. არა ხართ, იმიტომ რომ ეს ხალხი ვინც ქუჩაში გამოდის თუ პატივს არ გცემთ. ვინც სახშია ის მით უმეტეს არ გცემთ პატივს, ხო? და რას ვსაუბრობთ საერთოდ რა? გასაგებია. ნახოთ რა როგორ იქნება. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის.